UFC-ის მძიმე წონაში გეიბლ სტივსონი გამოჩნდა ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა 2021 წელს, როდესაც დაამარცხა ჩვენი ქართველი ლეგენდა გენო პეტრიაშვილი. ხო და მას ამზადებს თვით ჯონ ჯონსი და დღეს მე ამ სპორტსმენს გაგაცნობთ. ასევე ამ ვიდეოში ნახავთ მერაბ დვალიშვილის ახალ ინტერვიუს და პარალელურად შევხედავთ და გავიხსენებთ მის სატიტულო ბრძოლებს. იმის მერე რაც პროხასკამ დაკარგა კამარი თავისი მოწყალების გამო, ის მიდის იაპონიაში და ვებხვებთან უნდა ივარჯიშოს. მოკლედ ვიდეო იქნება ძალიან საინტერესო, ბოლომდე უყურეთ. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის Global Auto Import, ხარისხის და კომფორტის ეტალონი ავტოსამყაროში. ასევე Burger Paradise-ის უყურებთ ჩემთან არის და ძალიან მაგრად მიხარია, რომ კომენტარებში ბევრმა თქვენთაგანმა დამიწერა გასინჯა ეს ბურგერი და დამიწერა რამდენად დედის მსერავი ბურგერია. ის მართლა დედის მსერავი ბურგერია მთელ საქართველოში და დღესდღეობით ფასდაკლება აქვს 35%-იანი ნებისმიერი გამოძახების სერვისში. ჩაწერთ ინგლისურად Burger Paradise, შეუკვეთავთ, ისიამოვნეთ და აუცილებლად კომენტარებში გელოდებით. ეხლა კი მოდით ვისაუბროთ გეიბლ სტივსონზე, ოლიმპიურ ჩემპიონზე, რომლის დებიუტი ზაფხულში შედგება UFC-ში და მას უწინასწარ მეტყველებენ მძიმე წონის ჩემპიონობას. სტივსონი 2000 წლის 31 მაისს დაიბადა ინდიანას შტატში. გეიბლმა ჭიდაობა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე გამართულად სიარულს ისწავლიდა. უფროს კლასებში ის იყო ლეგენდა, დაუმარცხებელი მოჭიდავე, რომელმაც ზედიზედ 171 შერკინება მოიგო, 4ჯერ გახდა შტატის ჩემპიონი და ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა მოჭიდავის სტატუსი დაიმსახურა. როდესაც გეიბლი მინისოტას უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მალევე გამოჩნდა, რომ მისთვის სტუდენტური ლიგების დონე ძალიან დაბალი იყო. ის 2ჯერ გახდა NCAA-ის ჩემპიონი მძიმე წონაში, 2ჯერ გაიმარჯვა Dan Hughes ტროფის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე და ახალგაზრდებში უამრავი გამარჯვება მოიპოვა. ყველაზე მნიშვნელოვანი მისი კარიერული ზრდა 2021 წელს შედგა, როდესაც ის სულ რაღაცა 21 წლის იყო. მან ჯერ ოქრო მოიპოვა პანამერიკულ ჩემპიონატებზე, რის შემდეგაც მიიღო მონაწილეობა ტოკიოს ოლიმპიადაზე, სადაც თავის გზაზე გადათელა ყველა და ფინალში შეხვდა ქართველ ლეგენდას გენო პეტრიაშვილს, კონზე იყო ოლიმპიური ოქრო. ამ მთელი შერკინების განმავლობაში გენო უკეთესად გამოიყურებოდა და შეხვედრის დასრულებამდე 10 წამით ადრე იგებდა ამ ბრძოლას ანგარიშით 8-5-ს. მაგრამ ჭიდაობის დასრულებამდე 6 წამით ადრე გეიბლმა 2 ქულის მოპოვება შეძლო და შეამცირა ანგარიში 8-7-მდე. დაიგონგამდე სულ რაღაცა 0.4 წამით ადრე, როდესაც ყველა უკვე ქართველის გამარჯვებას ზეიმობდა, გეიბლმა კიდე მოახერხა აქტივობა, მოიპოვა კიდე 2 ქულა და 21 წლის ასაკში აშშ-ის ისტორიაში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი მძიმე წონაში. ეს მარცხი ქართველი გულშემატკივრებისთვის იყო ძალიან მტკივნეული, მაგრამ გეიბლის სახელი ისტორიაში შევიდა როგორც ადამიანის, რომელიც იბრძვის ბოლო მილიწამამდე. ჭიდაობის შემდეგ სტივსონმა თავი რესლინგში მოსინჯა, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ამ სფეროში მხოლოდ ძალა და მოქნილობა არ კმარა. აქ უნდა იყო ნამდვილი მსახიობი, რომელიც იდეალურად ასრულებს სცენაში გაწერილ როლს. გეიბლს ეს არ გამოუვიდა და ვერ გაქაჩა ამ სფეროში და გადაერთო ამერიკულ ფეხბურთზე. ყველაზე გიჟური ის არის, რომ მას მანამდე არასდროს თამაში ამერიკული ფეხბურთი. ის ჯო როგანთან ინტერვიუში ამბობდა, რომ პირველ ვარჯიშზე ისიც კი არ იცოდა ფორმა როგორ ჩაეცვა. მოგვიანებით გეიბლი იტყვის, რომ ფეხბურთი იყო კარგი გამოცდილება, მაგრამ მისი სხეული არის შექმნილი ნამდვილი ბრძოლებისთვის. ხო და ზუსტად ამ დროს მას ინსტაგრამში ჯონ ჯონსმა მიწერა. მან ოლიმპიურ ჩემპიონს სპარინგ პარტნიორობა შესთავაზა და დაპატიჟა დარბაზში. ჯონსთან ვარჯიშებმა გეიბლს თვალები აუხილა. სტივსონი ყვება, რომ ჯონსმა მას მთავარი ასწავლა, როგორ გამოიყენო ჭიდაობა MMA-ში. რამოდენიმე თვიანი მზადების შემდეგ ჯონ ჯონსმა თავისი მოსწავლე გაიყვანა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაზე LFA-ის ორგანიზაციაში. სწორედ აქ უნდა ეჩვენებინა გეიბლს თავისი შესაძლებლობები. 2025 წლის 13 სექტემბერს გეიბლი შეხვდა ბრედენ პეტერსონს მძიმე წონაში. მან არ დაიწყო ახალი ველოსიპედის გამოგონება, ეგრევე გადაიყვანა თავისი მეტოქე მიწაზე და წუთნახევარში სასტიკად ჩაქოლა. ეს იყო ძალიან მარტივი და ეფექტური გამარჯვება. თვენახევარში სტივსონი ჯონ ჯონსის ორგანიზაციაში გადის ხელჩართულ ჩხუბებში. ეს ბრძოლა არ შედის MMA-ის რეკორდებში, რადგან აქ სულ სხვა წესებია. გეიბლს რინგზე დახვდა მძიმე წონოსანი ბილი სვონსონი. ეს ჩხუბი ძალიან სწრაფად დასრულდა, კონკრეტულად კი 15 წამში. სტივსონმა დარტყმების კომბინაციას დაუმატა აპერკოტი, რის შემდეგ თავისი დანოკდაუნებული მეტოქე მიწაზე ბრუტალურად დააფინიშა.
2025 წლის 23 ნოემბერს სტივსონი მორიგ პროფესიონალურ ბრძოლას მართავს ენტონი პეტისის პრომოუშენში. მას ოქტაგონში დახვდა კევინ ჰეისი. ოლიმპიურ ჩემპიონმა ზუსტად 24 წამში შეჭამა თავისი ოპონენტი და გაიმარჯვა ულამაზესი ნოკაუტით. Nice left hand landed on Stevenson. Stevenson just punched high out. Gable Stevens fight word look away kept by knockout. Gable 2026 წლის 20 თებერვალს სტივსონი თავის მესამე პროფესიონალურ ბრძოლას მართავს, ამჯერად მან იჩხუბა MFL-ის ორგანიზაციაში, სადაც დაუპირისპირდა ჰუგო ლეზამას. მექსიკელ სპორტსმენმა ოლიმპიადას ყველაზე დიდხანს გაუძლო ოქტაგონში. ეს იყო რეკორდული 3 წუთი და 50 წამი. სტივსონმა ამ სპორტსმენსაც გადაუარა, მანის მიწაზე სასტიკად ჩაქოლა და მოიპოვა მორიგი გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით. And Hugo shooting at the jiu-jitsu game is really good. Oh, wrist by Hugo's nose. Uppercut was big shots. Gable's gonna you can't have your fingers in the eyes. He's surviving the referee's break. Look, Hugo does not take the damage this way regular there. This might be the I think this is the action. Gable is raining the heavy ground about and that. და აი როგორც იქნა გეიბ სტივსონმა UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა. ინსაიდერების თქმით, მისი დებიუტი ორგანიზაციაში 11 ივნისს UFC 329-ზე შედგება. მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის, ასე რომ გელოდებით კომენტარებში საინტერესოა რას ფიქრობთ ამ სპორტსმენზე. ნუ თვითონ სტივსონი სტიპე მიოჩიჩის რეკორდის მოხსნას აპირებს მძიმე წონაში, მაგრამ გამოუვა ეს მას. დრო გვიჩვენებს. მოგეხსენებათ, რომ 93 კილოგრამში ახალი ჩემპიონი გვყავს კარლოს ულბერგი. მან მთელი MMA სამყარო გააოცა, როდესაც ირჟი პროხასკა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. არადა ბრძოლის მსვლელობის დროს ულბერგმა ფეხი დაიზიანა და თითქოს მისი გამარჯვების შანსი აღარ არსებობდა. ერიელ ჰილვანისთან ინტერვიუში ბლეკ ჯეკმა აღიარა, რომ ბრძოლის დროს მუხლის ჯვარედი ნიმყესი დაიზიანა. ბრძოლა მეორე რაუნდში რომ გადასულიყო და ექიმებს მისი ფეხი შეემოწმებინათ, მათ შეეძლოთ შეხვედრა იმ მომენტშივე გაეჩერებინათ. კარლოს ეს გააზრებული ჰქონდა და ხვდებოდა, რომ გამარჯვებისთვის მას მხოლოდ პირველი რაუნდი ჰქონდა. ამიტომ ის თითოეულ დარტყმაში მაქსიმალურად იხარჯებოდა და როგორც ვნახეთ, ამ სტრატეგიამ იმუშავა. ბრძოლის შემდეგ პროხასკამ განაცხადა, რომ მოწყალება გამოიჩინა, რადგან მეტოქის ტრავმაში ამჩნია. ულბერგმა ეს სიტყვები რომ გაიგო, მალევე ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ოქტაგონში არანაირი მოწყალების სუნიც კი არ იდგა. პროხასკა იყო შიშით და ეჭვებით სავსე და სწორედ ამიტომ ჩემი დარტყმა გაეპარა. ვფიქრობ, ის უბრალოდ თამაშობს და არის მატყუარა. მან ეს თავადაც იცის. დარწმუნებული ვარ, როდესაც ფეხი დავიზიანე, მან ეს დაინახა, ალბათ გაიფიქრა, ეს არის ჩემი შანსი და დაიწყო პუბლიკაზე მუშაობა. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ კამერებისთვის არის. იცით რა, მე აქ იმისთვის ვარ, რომ ვიყო მსოფლიოში საუკეთესო და არა იმისთვის, რომ ვეთამაშო მაყურებელს. ირჟი პროხასკას სიტყვები იმის შესახებ, რომ მან ულბერგი შეიცოდა, დიდი კრიტიკა გამოიწვია როგორც ამ სპორტის კომაგებში, ასევე ექსპერტებსა და სპორტსმენებში. პირდაპირ გეტყვით, შორიდან ჩანდა თითქოს პროხასკა თავის მსხვერპლს ეთამაშებოდა. ის ხვდებოდა, რომ მეტოქე ცუდად არის და ლამაზი ფინიშის შესრულებას ცდილობდა. არ მგონია, რომ ეს რაიმე სახის მოწყალება იყო. ეს ყველაფერი არის თავის გამართლება. ეს დაზიანება შენივე ლოუ-კიკით მიაყენა და მით უმეტეს ეხლა, როცა ირჟის მალე შვილი ეყოლება, შენ საერთოდ არავინ არ უნდა განაღულებდეს. შენი აზრით, საბოლოოდ ვისი მშობლები იტირებენ? ამ სპორტში ან სხვისი მშობლები ტირიან, ან შენი. პროხასკამ საკუთარ თავში ღრმად უნდა ჩაიხედოს და ჩამოყალიბდეს საუბრები მოწყალებაზე, ჩემთვის ეს უბრალოდ გამართლებაა. ულბერგი საოცარი სპორტსმენია, მან სასწორზე დადო აბსოლუტურად ყველაფერი. ირჟისნაირ ცხოველთან ჩხუბი ძალიან საშიშია. ულბერგმა დიდი ტკივილი გადალახა, იპოვა მომენტი და ბოლომდე დაიხარჯა. ის ძალიან მომთმენი და ძლიერი მებრძოლია. არ დაიხია უკან, დაელოდა მომენტს და ბოლომდე დაიხარჯა. რა მოწყალებაზეა საუბარი? შენ უბრალოდ ბრძოლა წააგე, ჩააფლავე, შედალოცვილო, ნუ გვიყვები ზღაპრებს. მე როგორც მწვრთნელს რომ მკითხო, გამოიჩენდი თუ არა მოწყალებას, რა თქმა უნდა არა. პირველ რიგში ირჟიმ კარატისტი ბიჭის ფილმი უნდა ნახოს. იქ მკაპიოთ არის ნათქვამი, თუ მტერს ფეხის ტკივა დაარტყი ნატკენ ფეხში. ორთაბრძოლების სამყაროში უმეტესობა ერთ რამეზე თანხმდება. თუ თავს სამურაის უწოდებ, ვალდებული ხარ საქმე ბოლომდე მიიყვანო, მით უმეტეს მაშინ, როცა კონზე ტიტული დევს. კრიტიკოსების თვალში მარცხის მოწყალებად გასაღება ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური ბარიერია. თუმცა სანამ კრიტიკოსები ასე მსჯელობენ, ირჟი მზადების კიდევ უფრო განსხვავებულ ეტაპზე გადადის. ცოტა ხნის წინ მან ინსტაგრამზე ქომაგებს აცნობა, რომ ის იაპონიაში რაღაც მითოლოგიურ მთაზე მოემზადება და წერს: არანაირი გამართლება, მივდივარ შიგის მთაზე და იქ ვეფხვებს შევერკინები. ისინი მასწავლიან, როგორ გამდევნო მოწყალება.
19 აპრილს მერაბ დვალიშვილი თავისი მოტეხილი ცხვირის მიუხედავად თავისუფალ ჭიდაობაში შეხვდება ოლიმპიურ ჩემპიონს და UFC-ს 2 დივიზიონის ტიტულის მფლობელს ჰენრი სეხუდოს. ყველას გვახსოვს მათი შერკინება MMA-ში, ქართველმა ის მარტივად დაამარცხა, მაგრამ ეხლა მერაბი სეხუდოს დამარცხებას აპირებს იქ, სადაც ის მსოფლიოში საუკეთესოა. ეხლა კი დვალიშვილის ახალ ინტერვიუს მოусმინოთ, სადაც ის ბევრ საინტერესო რამეზე საუბრობს. გონი მთელმა მსოფლიომ იცის შენი ცხვირის ამბავი, სოციალურ ქსელებშიც გამოაქვეყნე. შეგიძლია მითხრა რა მოხდა, როგორ გაიტეხე. ცხვირი პირველად 2014 წელს გავიტეხე ჩემს პროფესიონალურ დებიუტში. მეტოქემ პირველივე დარტყმაზე ჯები გამიტარა და ეგრევე ცხვირში მოხვდა. მოკლედ ცხვირი მაინც მაგარი მაქვს, კანი კი ამძვრა, მაგრამ შიგნით ძვლები მთლად დალეწილი არ მქონდა. ამჯერად კი ძვალი გატეხილია. ჩემმა თანაგუნდელმა სახელად ადამა, რომელიც ასევე პროფესიონალი მებრძოლია, ჩემი ბრძოლის სტილი ძალიან კარგად იცის, ამიტომ მომენტებსაც კარგად არჩევს და მუხს კარგად მიხვედრებს. ყოველ ჯერზე როცა სპარინგობთ, ის დროს კარგად არჩევს. დარტყმებს ზოგჯერ მკერდში მახვედრებს ან შუბში. ან სახეში, თუმცა ცხვირში არასდროს მოურთხია. ხო და ამჯერად სამწუხაროდ მუხლი პირდაპირ ცხვირში მოხვდა. აი ზუსტად ამ მხარეს, რამაც ძვალი გამიტეხა. მოუთმენლად ველოდები შენს ტრილოგიას იანთან. თან ეხლა კარგად დასვენებული იქნები, თორე აქამდე ჩვენ ისეთ მერაბს ხედავდით, რომელიც ბრძოლაზე იგებდა. ეხლა კი ჩვენ ვნახავთ კაი დასვენებულ დვალიშვილს, რომელიც იტყვის: კარგი დასვენებული ვარ და პიოტრ იანთან ჩხუბში ცვლილებები მაქვს შეტანილი. როგორც ვიცით, შენომელი ეიმან ზახაბის ხვდება და მათში გამარჯვებული შეიძლება პრეტენდენტი გახდეს. ეს ზუსტად არავინ იცის. შეიძლება შენ იცი ამ თემასთან დაკავშირებით ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. მოკლედ მოულოდნელად ველი შენს ტრილოგიას იანთან. კი, მეც ველოდები ომელი ზახაბის ჩხუბს თეთრ სახში. ჰანტერმა მითხრა, რომ ჩემი შემდეგი ბრძოლა იქნება ქამბრისთვის. მითხრა მერაბ, რამდენი დროც გინდა, იმდენი აიღე და დაისვენე. უბრალოდ როცა გამოჯამრთელდებიო, გაგოგებინეო. რა თქმა უნდა, რამოდენიმე კვირაში დაუკავშირდი და უთხარი, რომ მზად ვარ. მაგრამ მერე იანის შესახებ ახალი ამბავი გავიგე. კარგი ის არის, რომ პიოტრმა ზურგზე პატარა ოპერაცია გაიკეთა. რამდენადაც ვიცი, არმანმაც იგივე ოპერაცია გაიკეთა. ფიქრობ ეს პრობლემა მთელი კარიერის განმავლობაში აწუხებდა და ახლა რადგან ჩემპიონია, დრო გამონახა და ეს პრობლემა მოაგვარა. გავიგე, რომ რთული ოპერაცია არ არის და არიელ ჰილვაინსთან ინტერვიუში თქვა, რომ მზად იქნება ივნისში ჩხუბისთვის. თუ პიოტრი ამბობს, რომ ივნისისთვის მზად არის, მაშინ რა თქმა უნდა ივლისისთვის და აგვისტოსთვისაც მზად იქნება. ჩემთვის სულ ერთია UFC-ს როცა უნდა, მაშინ ვიჩხუბებ. ახლა ძალიან მშვიდად ვარ, რადგან პრომოუშენმა მითხრა, რომ ქამარზე ვიბრძოლებ და ვფიქრობ, ამას მართლა ვიმსახურებ. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენჯერ დაიცავი ქამარი, რა თქმა უნდა იმსახურებ. სრულიად ლოგიკურია, რომ რევანს მიიღებ. თან თქვენ შორის ერთით ერთი ანგარიში. ფიქრობ ეს ბრძოლა უნდა შედგეს. შეიძლება საერთაშორისო ბრძოლის კვირეულზეც იყოს. მანამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. თან ჯერ არ გამოუცხადებიათ მთავარი და თანამთავარი ბრძოლები. შეიძლება საერთოდ აგვისტოშიც იყოს. მოკლედ მოულოდნელად ველი და შენსკენ ვიქნები. მე ისევ მაქვს მერაბის მაისური. ასე რომ არი დარდო ძმაო, საუკეთესო ხარ. კარგი, მოდი ახლა ვისაუბროთ შენსა და რაფის ამბებზე. როგორ მოხდა, რომ თავარ ბრძოლაში ხარ და ჰენრი სეხუდოს ხვდები? მაგრად მომწონს, რასაც ეს ორგანიზაცია აკეთებს. როგორ მოხდი მანდ? ამაზე რომ ვფიქრობ, მეც ვერ ვიჯერებ, იმიტომ რომ ამ ჭიდაობის წესებიც კი არ ვიცი. ხო იცი, არ ვარ მოჭიდავე, უფრო ჯუდოისტი ვარ. MMA-ში შეიძლება გამოგდიოდეს ჭიდაობა, მაგრამ ეს შერეული საბრძოლო ხელოვნება თავისი ბადებთან დარტყმებით, ფეხებში შესვლით და ასე შემდეგ. რადგან ჰენრი MMA-ში დავამარცხე, ჰაერში ავწიე და 5ჯერ თუ მეტჯერ წავაქციე, მაგიტომაც მიმიწვიეს. თან მაშინ ვთქვი, რომ თავისუფალ ჭიდაობაში ის უკეთესია. ახლა კი მას ჩემი დამარცხება უნდა მისივე სპორტში. წარმოიდგინე, რა სიგიჟე იქნება თუ მას თავისივე სპორტში დავამარცხე. თავისუფალი ჭიდაობის წესები თუ იცი? ვიცი, რომ სახეში თიც არ წავატაკებ, არ დავარტყავ, არც მუხს გამოვიყენებ. ესეთი რაღაცეები კი მესმის, მაგრამ ვერ ყვევი ხულებში და ასეთ რაღაცეებში. წარმოდგენა არ მაქვს ეს ყველაფერი როგორ მუშაობს. ის უეჭველი ვიცი, რომ ჩემი თავის წაქცევის უფლება არ უნდა მივცე. პირიქით, მე თვითონ უნდა წავაქციო და კიდევ მგონი წლიდან თუ გახვალ ქულას დაგაკლებენ. ერთი სიტყვით არ ვარ თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მაგრამ მგონია, რომ შემიძლია ამის გაკეთება. მაგრად მომწონს ის ფაქტი, რომ რამოდენიმე დღეში ჰენრის უნდა ეჭიდაო და ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გაქვს ხულების სისტემა როგორ მუშაობს. შენ ამბობ, არა უშავს, მთავარი არ წამაქციოს და წესით ყველაფერი კარგად იქნებაო. თან საერთოდ არ ნერვიულობ. იცი, მიყვარს ესეთი გამოწვევები და ეს მომწონს. შენ იყავი ესპანეთში და ილია თოფურიასთან მოგიწია ვარჯიში, ხო ასეა? ვიცი, რომ იმ ეტაპზე ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლა არ ქონდა ჩანიშნული, ასევე ვიცი, რომ ილიასთან ადრეც გივარჯიშია. შენი აზრით რა გამოარჩევს მას სხვა სპორტსმენებისგან? შენ მასთან გივარჯიშია, მე არა. აი როცა მის ვარჯიშებს უყურებ, ჩანს, რომ მისი დისციპლინა, დროის ზუსტი შერჩევა და რითმი ძალიან მაგარია, ხომ ასეა? იმ დროზე დაყრდნობით, რაც შენ მასთან გაატარე, რას ფიქრობ, რა ხდის მას ასეთ მაგარ მებრძოლად?
კი, მასთან რამოდენიმეჯერ მივარჯიშია და რამდენჯერაც ეს მოხდა, შოკში ვიყავი, რამდენად ძლიერია. მისი კრივის ტექნიკა სრული სიგიჟეა, თან ძალიან ძლიერი დარტყმები აქვს. ეს კომბინაციები ხო საერთოდ, ის ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო ძლიერ კომბინაციებს გიტარებს ვარჯიშებზე. შემდეგ ძირს ეცემი და იძინებ. ხო ხვდები, ვერავინ დაგეხმარება, რადგან ის უბრალოდ იგივეს იმეორებს. თან იცის როდის დაარტყამ და მერე თვითონ როდის უნდა შემოგიტიოს. გონია რომ ეს ძალა მას ღვთისგან აქვს ბოძებული, რადგან ძალიან ღონიერია. აი ჭიდაობის ეპიზოდებშიც კი ყოველთვის დაფინიშებას ცდილობს, მუდმივად ფინიშს ეძებს. ხელს რო ჩაავლებ, მაშინ ხვდები რამდენად ღონიერია. ის ბევრ ამას ერთად აერთიანებს. ილია ჭკვიანია, მშიერია, მშრომელია, ძალიან ტექნიკური, იცის რასაც აკეთებს, მაგალითად ზუსტად იცის როდის უნდა წამოვიდეს დაბალი დგომით, თუ ეცდები ფეხში შესვლას აუცილებლად დაბლოკავს, უბრალოდ არ მოგცემს შესვლის საშუალებას, შემდეგ შეეცდება კრივში შეგიტყუოს და აი მანდ უშვებს შეცდომას. როგორც კი მასთან კრივის და დარტყმების გასვლას დაიწყებს, ზუსტად მანდ გაგთიშავს ნოკაუტით და მაშინ წარმატებებს გისურვებ. თუნდაც გრეპლინგში ის მანდაც მაგარია, ჯიუ-ჯიტსუს კარგად გამოსდის, სულ ფინიშს ეძებს და შენ კიდე უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძვი. ამას დამატებული ის ძალიან ჭკვიანია, ენერგიას არ ხარჯავს შენთან ჭიდაობაში ან გრეპლინგში, მხოლოდ ელოდება თავის კომბინაციას. საერთოდ განსხვავებული ვინმეა ძმაო, როგორც თქვი, ჭკვიანი, ღონიერი, ტექნიკური და მშრომელია. საინტერესოა, ოდესმე გიფიქრია, აიცი რა, წავალ ვეგასიდან ესპანეთში და საწვრთნელ ბანაკს ილიასთან გავივლი. ასე 6 ან 8 თვიან მზადებაზე გესაუბრები. გიფიქრია ამაზე? თან მიფიქრია, თან არა. ჩემ ძმასთან, ილია თოფურიასთან ერთად დროის გატარება და ვარჯიში კარგია, მაგრამ მეორე ის არის, რომ თუ მასთან ვივარჯიშებ, რამოდენიმე რაუნდის გაზიარება მომიწევს. ან უნდა ვისპარიგო, ან ვიჭიდაო, ხო და ეს მთლად სახალისო ამბავი არ არის, ხო ხვდები? არ მინდა დავიტრაუმო, რადგან ილია ხალხს ძალიან დგენს. როგორც ვიცი, ის თავის ძმასაც არინდობს, მითხრეს, რომ ძმები სპარინგზე ერთმანეთს ხოცავენ. აქედან გამომდინარე, მასთან ვარჯიში თან მომწონს, თან არა. მას ძალიან ძლიერი დარტყმები აქვს, შეუძლებელია ილიასთან კარგი სავარჯიშო სპარინგი ჩაატარო, რადგან ან გატკენს რამეს, ან ტრავმას მიიღებ, ან დაგანოკაუტებს. თან მის წინააღმდეგ ჩემი ჭიდაობა არ მუშაობს. ერთი კარგი ამბავი მაქვს. ეხლა ვმუშაობ პროექტზე, რომ საქართველოში კარგი MMA-ის დარბაზი გავხსნა, რითაც მინდა ჩემს ქვეყანას ვალი გადაუხადო. ეს იქნება საქველმოქმედო დარბაზი. ვფიქრობ, რომ ეს საქმე ჩემი ქვეყნის მომავალ თაობას წაადგება. ხო და ამ ეტაპზე ამ პროექტზე ვმუშაობ, რაც ჩემი დროის დიდ ნაწილს წაიღებს. მაგარი საქმეა, დარბაზის სახელი რა იქნება? სიმარტივეს ვირჩევ, ალბათ მერაბ დვალიშვილის აკადემია. დღეისათვის სულ ეს იყო, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება თუ მოგეწონათ გადაცემა, მე კიდევ ამით გემშვიდობებით.